რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ტეხასში ძლიერი წყალდიდობა მოხდა. სტიქიამ 100-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლე იმსხვრპლა. 160-ზე მეტი ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამაშველო ჯგუფები იყენებენ მძიმე ტექნიკას, რათა მდინარის ნაპირებიდან ამოიღონ დიდი ქვები და გაწმინდონ დატბორილი ადგილები. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან მოხალისეები, საჰაერო ნავები, ვერტმფრენები და ცხენები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამძებრო ოპერაციაა ტეხასის ისტორიაში. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სპეციალური ცხელი ხაზი შექმნა, სადაც მოსახლეობას შეუძლია დაარეკოს და დაკარგული ახლობლების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გუბერნატორ გრეგ აბოტის თქმით, დაკარგულთა უმეტესობა კერის ოლქშია, სადაც ყველაზე მეტი ცხედარია ნაპოვნი. ბევრი მათგანი სავარაუდოდ დასასვენებლად იმყოფებოდა შტატის ჰილ ქანთრიში. მათ არ ჰქონდათ რეგისტრაცია გავლილი არც ბანაკში და არც სასტუმროში. მდინარე გვადალუპეს პირას დაბლობებზე ბევრი ახალგაზრდული ბანაკია. მათ შორისაა გოგონათა საზაფხულო ბანაკი, სადაც სულ მცირე 27 დამსვენებელი და მეთვალყურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით ბანაკის 5 წევრი და 1 მეთვალყურე ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.